30 წელის სცენაზე. უცვლელი ენერგია, მაყურებლის გულწრფელი ემოციები და დაუსრულებელი აპლოდისმენტები. რაფაელ ერისთავის უკდავი ვოდევილი ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. 3 10-წლეულია ცოცხლდება. ამბავი ორ მეზობელ ოჯახს შორის გამართულ სასაცილო დაპირისპირებასა და ახალგაზრდა შეყვარებულების თავგადასავალზე. დაუვიწყარი იუმორის, სიმღერისა და ცეკვის ფონზე ვითარდება. დღეს სცენაზე კვლავ ის მსახიობები დგანან, რომლებმაც წლების წინ ეს პერსონაჟები გააცოცხლეს. ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, გია აბესალაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, სხვადასხვა თაობის მსახიობებთან ერთად მაყურებელს მე-19 საუკუნის თბილისში ამოგზაურებს. 30 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ სპექტაკლმა თავისი ცვლილებებით, აი შიგნით მსახიობები პერმანენტულად იცვლებოდნენ და არ დაიკარგა, არ დაინგრა და ასე შემდეგ. ჩემს გმირს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი, იმიტომ რომ ბევრგან გამოვცადე, მინდა გითხრათ, თუ საესტრადო სცენაზე, თუ თეატრში, თუ ცხოვრებაში, ესეც მიქნია, მიხულიგნია, მარკეტში შევედი და ვივაჭრე და მაინტერესებდა. ვისე კარგად ვივაჭრე, რომ ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ, ასე რომ ანუ ჯერჯერობით კიდევ სიცოცხლის უნარიანია და ეს მხოლოდ სასიხარულოა. ვოდევილი ჟანრი ითხოვს სულ იმპროვიზაციას და ეს იმპროვიზაცია შეეხება ტექსტებსაც, რაღაც დღევანდელობასაც, მერე გოგა ამის მასტერია, ასე ვთქვათ და სულ სიურპრიზებს მახვედრებს ყველა სპექტაკლზე და სულ ეხვეწები გოგა გეხვეწები, არ მინდა რომ გამეცინოს და ნუ აკეთებ ამს, აი დღეს ეს მოგიმზადე, ხვალ ეს მოგიმზადე და ჩემი გაცინება სცენაზე ძალიან რთულია, ძალიან შემიძლია რომ შევიჭრა როლში და აღარ გამოვიდე, მაგრამ გოგა პიპინაშვილი ახერხებს ხოლმე რომ აი გამომიყვანოს წყობიდან და რაღაც ისეთი სიურპრიზი შემომთავაზოს, რომ რაღაცნაირად გაუმკლავდე ამას ყველაფერს. გადაგემართოთ ბატონო ელისაბედი. სპონტანური ხუმრობები, გაუთვალისწინებელი გარემოებები და მსახიობების მოულოდნელი იმპროვიზაციები. სწორედ ასეთი ცოცხალი და უშუალო ატმოსფერო აქცევს სპექტაკლს განსაკუთრებულს. ბევრ რაღაცებს ცვლით ხოლმე ხანდახან იმპროვიზაციულად, იმიტომ რომ მაყურებელმა ჩვენზე უკეთ იცის ეს ტექსტები და სანამ ჩვენ ვიტყვით ხოლმე, აი რიგებიდან მესმის ხოლმე ჩემი ტექსტები და იმ ტექსტებს ვცვლი ხოლმე და იმ ტექსტს აღარ ვლაპარაკობ, მე სხვა რაღაცებით ვცვლით ხოლმე, მომყვება გოგა მე ამაზე. სპექტაკლი არ ყოფილა კურიოზის გარეშე და კურიოზი ოღონდ ესეთი მაყურებელი რომ ვერ ხვდება და ერთმანეთს რომ ეხუმრებიან ხანდახან მსახიობები. აი ეს ბოძი, რომელზედაც მე ვძვრები, ვიდრე სპექტაკლი დაიწყებოდა, შემოვედი, ავძვერი, ვიმღერე, რომ რაღაცა კარგად გავსინჯე, წავედი, გრიმი გავიკეთე და სპექტაკლი რომ დაიწყო, მეხუმრნენ, მოუშვეს. ხო და აი იმ პირველ რიგზე ორჯერ გადავიარე ეს და ჩემი პარტნიორები მიჭერდნენ, აი ჰაერში ვიყავ. სიკვდილის შემდეგ თქვენ აღარავინ არ აკავდობლებო. რეჟისორ გოგი მარგველაშვილის დადგმა 1990-იანი წლების მძიმე ფონზე დაიდგა და მას შემდეგ სხვადასხვა თაობის მაყურებელს დაამახსოვრა თავი. ძალიან რთული პერიოდი იყო 30 წლის წინ და ბევრი რაღაცა ძალიან გვიჭირდა ყველას. თუნდაც მასალების შოვნა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ და შევქმენით ის დეკორაციები, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული. რეპეტიციები იყო ძალიან მხიარული, ძალიან ბევრი სცენა იქვე იბადებოდა რეპეტიციების დროს და იმპროვიზაცია არის ეს ნინელის და გოგასი.
იუბილეს თეატრი განსაკუთრებული სიურპრიზებით შეხვდა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც გაყვარებს თეატრს. ეს არის ერთგვარი გაკვეთილი სპექტაკლი, როგორ უნდა დაიდგა საერთოდ ვოდევილი და ეს არის მსახიობების არ ვიცი, უმაღლესი კატეგორიის თამაში, მასტერ-კლასს დავარქმევდი მე ამ ყველაფერს, თუ როგორ თამაშობენ ისინი ამ სპექტაკლს, ამ ურთულეს ჟანრს. ასე აღნიშნა თუმანიშვილის თეატრმა მრავალწლიანი ისტორიის მქონე სპექტაკლის იუბილე. იცვლება თაობები, მაგრამ ემოცია, რომელსაც ეს ვოდევილი მაყურებელში იწვევს, უკვე 3 ათწლეულია უცვლელი რჩება.